დიარეა და ფაღარათი ვითომ არაფერი ხა ისე რომ ადამიანმა თქვას, მაგრამ სოფლიოში ყოველ წელს მილიონზე მეტი ადამიანი იხოცება დიარეისგან. ანუ დიდი პრობლემაა განსაკუთრებით ბავშვებში. და ვისაუბრებთ დიარეის მიზეზებზე, როგორ მივხვდეთ რისგანაა გამოწვეული დიარეა და როგორ უმკურნალოთ. ჯერ თავიდან თქვათ რა არის დიარეა, ყველაზე მარტივი განსაზღვრება დიარეის არის რომ თუ ადამიანი კუჩი გადის დღეში 3-ჯერ ან მეტჯერ 3-ზე მეტჯერ და ან განავალი არის თხევადი, არის დიარეა. ეს ორი კრიტერიუმი ერთად უნდა იყოს ძირითადად, თუმცა შეიძლება რომ მაგალითად განავალი იყოს წყლოვანი, სრულიად წყლოვანი და მაინც დიარეა ჩაითვალოს. მაგრამ ყველაზე მარტივი განსაზღვრებით არის რომ დღეში 3-ჯერ და თან თხელი უნდა იყოს განავალი. ადამიანისთვის ახლა დიარეა ემართება ყველას და შეიძლება თქვას ადამიანმა რომ დიდი არაფერია დიარეა და უმეტესად მართლაც ასე არა, ვის არ განცდია და ჩვეულებრივი ამბავია ბევრთვის, მაგრამ როცა გრძელდება 2 დღეზე მეტს, მიიჩნევა სერიოზულად. როცა გრძელდება 24 საათზე მეტს, ბავშვებში მიიჩნევა სერიოზულად. ბავშვებში განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან შეიძლება დაკარგოს სითხე ბავშვმა. დიდიც კარგავს, მაგრამ ბავშვს სითხის ბევრად ნაკლები რეზერვუარი აქვს, ბევრად ნაკლები შესაძლებლობა აქვს. ამიტომ არის რომ დიარეა ბავშვებში უფრო საშიშია. დიარეის ყველაზე ხშირი მიზეზი არის საკვები. საკვები შეიცავს ბაქტერიებს, ვირუსებს, ზოგჯერ პარაზიტებს და როცა ჭამს დაინფიცირებულ საკვებს ადამიანი, შედეგად ეს ბაქტერიები მოხვდება ნაწლავებში. ნაწლავში დაიწყებენ გამრავლებას, აღიზიანებენ ნაწლავებს, იწყებენ ანთებით პროცესს. ანთებითი პროცესის გამო ნაწლავები წყვეტს, წყლის და საკვები ნივთიერებების შეწოვას და საკვები ნივთიერებები და წყალი რჩება ნაწლავებში. და ამას მოყვება თან ამ ნაწლავის გაღიზიანებას მოყვება სპაზმი. სპაზმის შედეგად შეიკუმშება ნაწლავები, და ადამიანი გადის კუჩში. ეს არის დიარეის აზრი და მექანიზმი, რატომაც ვითარდება. უმეტესად საკვების გამო შეიძლება საკვების აუტანლობის გამო, რომელიღაც მაგალითად ლაქტოზის აუტანლობის გამო ან ცელიაკიის გამო, გლუტენის აუტანლობის გამო. შეიძლება სხვა მედიკამენტები, მაგალითად საფაღარათო საშუალებებს თუ მიიღებს ადამიანი, ან მეტფორმინს, ან მაგნიუმის შემცველ ანტაციდებს, ან ანტიბიოტიკებს ამ პრეპარატების დროს ხშირია ასევე ფაღარათი. არის დაავადებები, კიდე მაგალითად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომლის მთავარი სიმპტომია ფაღარათი. ფაღარათი განსაკუთრებით ჭამის მერე. განსაკუთრებით ტრიგერ საჭმელებს ეძახიან, არის ზოგიერთი საკვები, რომლის მერეც ადამიანს ემართება ფაღარათი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, ან სტრესის დროს, ანუ ადამიანს აქვს სტრესი და ეგრევე შეიძლება ფაღარათი დაემართოს მაგის საპასუხოდ. ეს არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. კუჩში გასვლის შემდეგ ადამიანს მოეხსნება ეს დისკომფორტი და მუცლის ტკივილი, რაც მუცლის ტკივილის დროს ქონდა. ასევე წყლოვანი კოლიტი, მაგალითად ნაწლავის ანთებით დაავადება იწვევს ფაღარათს, განსაკუთრებით თუ ადამიანს ქრონიკულად სისხლიანი განავალი აქვს და არ აქვს სიმსივნე ან ეს თირამე სერიოზულად უნდა გამოირიცხოს. მაგრამ უმეტესად როგორც კი სისხლიანი განავალია და ქრონიკული ხასიათი აქვს, უმეტესად ეს არის წყლოვანი კოლიტი. ხშირად მიზეზი მნიშვნელოვანი არის ასევე ვირუსული ინფექციები, ვირუსული გასტროენტერიტი ქვია ამას. აი ზაფხულში რომ ემართებათ ბავშვებს წყლის ან სარმე დასასვენებლად რომ ჩადიხართ ზღვაზე და ვირუსული ინფექცია რომ დაემართება და გულისრევა ღებინება რო აქვს ადამიანს რამდენიმე დღე, შეიძლება სიცხეც ჰქონდეს და დიარეა გულისრევასთან ერთად, დაბალ სიცხესთან ერთად. ესა ძირითადად რინოვირუსები, როტავირუსები, ეგენი იწვევენ დიარეას, ეძახიან მუცლის გრიპსაც ზოგჯერ. როგორც წესი გაივლის თავისით, მაგრამ სითხეების მიწოდება აუცილებელია. სიმპტომები რამდენიმე დღე გრძელდება, ერთ კვირამდე დაახლოებით. თუ დიარეა უფრო ერთბაშად დაიწყო და სიცხე აქვს ადამიანს 39 და მეტი, უმეტესად ეს ბაქტერიული ინფექცია. ბაქტერიული ინფექციას ახასიათებს ძალიან ძლიერი ტკივილი, ძლიერი ფაღარათი, ზოგჯერ სისხლიანი, ზოგჯერ ლორწოვანი, თუ ლორწოვანი დიზენტერიას ეძახიან და უმეტესად დაკავშირებულია კარგად მომზადებელი ხორცის ან კვერცხის, ან ქათმის ხორცის შეჭმასთან. ძირითადი გამომწვევებია ეშერიხია კოლი, სალმონელა, კამპილობაქტერი,
დიარეას იწვევენ პარაზიტებიც. პარაზიტები მაგალითად გიარდია, ლამბლია, ანუ ან ჟიარდია, ლამბლია რა ვიცი, კრიპტოსპორიდიუმი კიდე. ეს პარაზიტები უმეტესად იმ ადამიანებთან, ვინც მაგალითად განვითარებად ქვეყნებში იმოგზაურე, მაგალითად ჩამოვიხვედი და გაქვს ფაღარათი განუწყვეტელი, მაღალი ალბათობა რომ ეს იყოს პარაზიტული. თუ ანტიბიოტიკები მიიღე დიდ ხანს, შეიძლება გამოიწვიოს ასევე საკმაოდ ძლიერი ფაღარათი და პრობლემური, რომელიც გამოწვეულია კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი, რომელიც საკმაოდ საყურადღებოა და საკმაოდ იშვიათი ანტიბიოტიკი ჭირდება რომ უმკურნალო. დიარეა შეიძლება გამოიწვიოს ცელიაკიამ, გლუტენის აუტანლობამ, ლაქტოზის აუტანლობამ, ფრუქტოზის აუტანლობამ, ანუ ადამიანმა შეიძლება დალიოს რძე და დაემართოს ფაღარათი, ან შეჭამოს პური და დაემართოს ფაღარათი, ან შეჭამოს ხილი და დაემართოს ფაღარათი. რა შეიძლება გავაკეთოთ ფაღარათის დროს? ყველაზე მთავარი და პირველი რიგის მკურნალობა არის ხსნარები ელექტროლიტებს რო ეძახიან მაგის მიღება. თუ მაგის საშუალება არ აქვს, შეგიძლია მოამზადოს სახლში. აიღო 1 ლიტრა სუფთა წყალი, 6 კოზი მარილი, შაქარი და 9 კოზი მარილი. დოზები არ უნდა აერიოს ადამიანს. 6 კოზი შაქარი, 9 კოზი მარილი. სუფრის კოზებზეა საუბარი. შაქრის შემთხვევაში და ჩაის კოზია საუბარი მარილის შემთხვევაში. უნდა გახსნა ესენი ერთმანეთში და ნელ-ნელა უნდა დალიოს ადამიანმა მთელი დღის განმავლობაში. ბავშვმა განსაკუთრებით უნდა არაა სავალდებულო რომ 1 ლიტრა მოყვდებაზე დალიოს, ცოტ-ცოტა დალიოს, ოღონდ სულ სვავს, ეს მნიშვნელოვანია. ადამიანმა არ უნდა შეწყვიტოს კვება, განსაკუთრებით ბავშვმა, თუ ზუზუზეა უნდა გააგრძელოს ზუზუზი კვება, თუ ფორმულაზეა უნდა გააგრძელოს ფორმულით კვება, თუ ჩვეულებრივად საკვებს ჭამს, უნდა გააგრძელოს საკვებით ჭამა. თუთიის დანამატები ასევე ეფექტურია, ამ დროს ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას და ხელახლა რომ დაემართოს მის პრევენციას ახდენს. დაახლოებით 10-დან 20 მილიგრამამდე თუთის დანამატი ბავშვებისთვის დაახლოებით 10-14 დღის განმავლობაში მიიღება ხოლმე. დიეტას რაც შეეხება, ყველაზე კლასიკური დიეტა ბრატ დიეტას ეძახიან, რომელიც არის ბანანი, rice იგივე ეს ბრინჯია, მოხარშული ბრინჯი, apple sauce არის ეს ვაშლის პიურე და ტოსტი არის ტოსტი, გახუხული პური. აი ეს დიეტა მიიჩნევა საკმაოდ ეფექტურად. აზრი არის რომ იყოს მარტივად მოსანელებელი და ნაკლებ ბოჭკოს შეიცავდეს. შაქრიანი წვენები, შაქრიანი სასმელები არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება გააძლიეროს დიარეა. ალკოჰოლი და კოფეინი არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება გააძლიეროს დეჰიდრატაცია. თუ ადამიანს არ აქვს ძლიერი დიარეა, არ აქვს სისხლიანი განავალი, მაშინ შეიძლება ლოპერამიდი, იმოდიუმი გამოიყენოს ადამიანმა, რომელიც ნაწლავის სპაზმს ასუსტებს და დიარეას ამცირებს. ბისმუტის სუბსალიცილატი გამოიყენება ასევე, რომელიც ამცირებს დიარეას. თუ ადამიანს აქვს მაღალი სიცხე, სისხლიანი განავალი და ან დიზენტერია მოკლედ და ან ლაბორატორიულად დამტკიცებულია რომ ეს არის ბაქტერიული ინფექცია, მაშინ ანტიბიოტიკები გამოიყენება, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, მაგალითად ესენი ძირითადად შიგელა, სალმონელა, ეშერიხია, აზიტრომიცინი გამოიყენება, თუ კამპილობაქტერითაა გამოწვეული, ან შიგელა, სალმონელათი, ასევე ეს ბავშვებში, ორსულებში აზიტრომიცინი მაღალ უსაფრთხოდ მიიჩნევა. მეტრონიდაზოლი გამოიყენება თუ არის პარაზიტული ინფექცია, როგორც არის ჟიარდია, ლამბლია მაგალითად, ენტამება ჰისტოლიტიკა, ასეთ შემთხვევებში მეტრონიდაზოლი გამოიყენება, თუ კლოსტრიდიუმ დიფიცილეთია გამოწვეული, მაშინ ვანკომიცინი გამოიყენება. პრობიოტიკები ეხმარება, პრობიოტიკები მაგალითად ლაქტობაცილუს რამნოზულს, ერთ-ერთი ყველაზე და ის საქარომიცეს ბოულარდი. ეს ორი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პრობიოტიკები, განსაკუთრებით ლაქტობაცილუს რამნოზულსი, განსაკუთრებით ეფექტურია ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ, რადგან აღდგეს ნორმალური ფლორა.
ბავშვებისთვის ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია, წყალი რაც შეიძლება მეტი, აი ეს გახსნილი ელექტროლიტები რაც შეიძლება მეტი, კვება უნდა გაგრძელდეს, წყალი უნდა იყოს სუფთა, რომ არ გაძლიერდეს დიარეა და უნდა დააკვირდეთ ბავშვებს დეჰიდრატაციის ნიშნები არ ქონდეს. დეჰიდრატაციის ნიშნები არის მაგალითად გამომშრალი პირი სიმშრალე, ცოტა შარდვა, ლეთარგია, ძილიანობა, ჩავარდნილი თვალები და როცა ბავშვი ტირის ცრემლების გარეშე. ასეთ დროს თუ ასეთ ნიშნებს შეამჩნევთ, რაც შეიძლება მეტი სითხე და აუცილებლად სამედიცინო დახმარება აუცილებელია. რაც შეიძლება მალე. წყალი უნდა იყოს ყოველთვის სუფთა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.